No, I done wrong, left your heart torn. Is that what devils do? Took you so long, where only fools go. I shook the angel in you. Now I'm rising from the ground, rising up to you. Filled with all the strength I find, there's nothing I can't do. Okay. Señores y señores. Smash, brother, smash. კოლორადოში ვიმყოფებით ახლა. გუშინ ჩამოვით, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემები შემექნა Airbnb-სთან დაკავშირებით. ისეთი რაღაც მოხდა, რომ ფოტოები არ იყო ისეთი, როგორიც იყო თვითონ ადგილი Airbnb-ის, მაგრამ გამონახეთ გამოსავალი, აგი აქ შუა ნაზვნაში ვიქირავთ ეს ულამაზესი სახლი და ჩემი როგორც ვთქვათ, ეს დასვენების მხრივ პირველად იქნება ეს კოლორადოში, იმიტომ რომ ბევრჯერ ნამყოფი აქ აღონთ წყალბურთის გამო და არა დასასვენებლად. სახლი ძალიან ლამაზი არის, როგორც ჩემი და ჩემი ძმის სტანდარტებს შეეფერება, ისე არის გაკეთებული, ანუ ახალ გარემონტებული არის. თაგე შვენიერი ბრონკო დავითრიე. რაც თავარი არის, სახლის წოს დაგათვალიერებინებთ ახლა. ნახოთ კოლორადოს რა მოელის ჩვენთვის ამ დასვენებაში. ძალიან მაგარი კოტეჯი ჩემი აზრით. მე ძალიან მოწონს ესეთი არის, ბოჰემიური სტილი არის, მე გონია ესე ვფიქრობ და ყველაზე მეტად რაც მომეწონა აქ იყო ის, რომ გარეთ არის პატიო არის, ანუ დეკი არის, ჩვეულებრივ შეგიძლია გახვიდე. მაგას ზამთარში არავინ არ გადის, მაგრამ ჯაკუზიც არის, ყველაფერია. თან ხაი მიჭირს სუნთქვა, იმიტომ რომ აი ის არის ძალიან ძნელია აქ სუნთქვა რა. ამიტომ დათრეულია აი ესეთი რაღაცეები. ჰაერი გამოდის ამაში სუნთქავ. ნუ გეშინიათ აერია ჩვეულებრივ მეტი არაფერი. ყველაზე რაც მომწონს არის ეს სამზარეულო, ძალიან მაგრა გაკეთებული ჩემი აზრით. წინაზე როგორც თქვი, Airbnb-ის ძალიან ნერვებზე ვიყავ მოშლილი იმის გამო, აი ადგილი აი აქ ეხა ნახავთ. გვანახეს, სულ სხვა რაღაცა იყო და 6 საათი ვიყავით ტელეფონზე მენეჯმენტთან და ძლივს მოგცეს ჩემი ფული უკან. და მაგის მერე აი ეს ჩვენი ადგილი, მე არ დამირეზერვებია. ჩემმა მენეჯმენტმა გააკეთა ეს ყველაფერი, ხალხო რო იცოდეთ. მე ხელი არ მომიკიდე აქაურობისთვის. მენეჯმენტის წყალობითა ეს ყველაფერი რაც მოხდა, ამ შვენიერი, ნახ, კაი. What is this? ესეთი ლამაზი დეკორები აქვს ყველაფერი და ძალიან მომწონს და ის ყველაზე ის მომწონს, რომ ის ფართო არის ესე რომ ვთქვათ, სივრცე. და ეგ მომწონს ყველაფერი. პირველი გაჩერება, რა თქმა უნდა, ცხელი ყავა და კრუასანები ამ სიტუაციაში აუცილებელი არის და ნახოთ კოლორადოს როგორი ცხელი ყავა აქვს. ნახოთ რა დამიყვანა ჩემმა მენეჯმენტმა, არ ვიცი შესაძლოა რა ხდება, იმიტომ რომ მე ახლა დრო არ მქონდა იმისთვის რომ რაღაც გამეკეთებინა და მენეჯმენტმა გამეკეთა ყველაფერი რა, ანუ ეს ადგილებზე სადაც მივდივარ და რაღაც და ნახოთ. მაგრამ ერთ იმას უკვე შაკოზე მაგარი დასვენა მაინც იქნება, მაინც. ამ შუა ზამთარში რა გინა კაც ზღვაზე წამოდა ეს ზამთარში სრიალე ითქილა რაც გინა ისქენ. ესეთი მედიოკერი რაღაცეები არის კოლორადოში დიდი დაფტი გამოირჩევა ჯერჯერობით ეს არაფერი, მაგრამ ნახოთ როგორი გემო იქნება და მე მივდივარ გონდოლაზე. What do you have to say? გამარჯობა. Roguhar and Rogeri Sheni Dige. Oh. და როგორი იყო შენი და Gargan. ახო მოკლედ სანამ კაი საქმეებზე გადავალთ სრიალით სიგურებით კი არა თხილამურებით სრიალ და სნოუბორდინგზე ეს ტურისტული ის მეგავაკეთ აქტივიტიები რა. საერთოდ ჩემი არჩევანი არ იყო მენეჯმენტმა და მავალა მე უნდა გააკეთო რომ მაინც ჯორჯენ ბრადერსმა უნდა ნახოს ეს ადგილი. ძალიან უცნაური სიტუაცია შეიქმნა, აი სამი დაყოფილი ვაგონი არის და აი მაინც მოხვდით ისეთ ვაგონს სადაც აი მართლა გეტო ხალხი არიან რა, რაღაც აი შარვალი ჩაძრობილი რო დადიან და სუნი იყო ის უსაზიზღრეს. ეხლა გადმოვიდით სხვაგან. ძალიან არ მესია მონა ეს ამბავი. უკვე ცუდი დასაწყისია, თან 2 საათი უნდა იყო მთავარი, ეხლა არ მოგვაქვს და არ გადაგხსონ თავის ადგილას. ეგა ყველაზე მთავარი. What do you have to say? I apologize
for booking this thing. I have no idea. Management შეცდა. I can be the one to blame, but I hope that it's better. But it smells like mint in this one, so it's better. So hopefully it's fun and we get to see some really pretty mountains outside. ანუ გესმით ხალხო, ხობად რა მაგარი ხმებიც არის. თან ყოველს ვიცი რა არის, ანუ ჩემმა მენეჯმენტმა ესეთი რაღაცა გააკეთა, რომ TikTok-ზე ნახა ეს ყველაფერი და მაგის მიხედვით დავჯავშნეთ აქ ყველაფერი. მაგრამ ყოველდღიურობა ისა რომ просто სივარ და ანუ აი ვღადავთ იმაზე, რამდენად აი უაზრო ის არის რა, აქტიურობა არის და რაღაც. ერთი კაი რაც არის, სახში ჯაკუზი მელოდება. და მე კაი Game of Thrones ჩაუждები საღამოთი და მე ხო დაგიმურებით თხილამურებით. მოკლედ ხალხო შუა დღის 2 საათია ეხა ბრეიქი ავიღეთ ვჭამეთ საჭმელი რაღაც თავდაჯერებულად რო ვთქვა ვისწავლე თხილამურებზე დგომა გავიხსენე ესე ვთქვათ ბოლო საბათ ერთი რავი 7-8 წელს წინ ვიყავი ბაკურიანში ბოლოს მარტო ერთხელ იყო იგეც და ავილეწე და ხელთვარები არ მეკეთა ეხა კიდე მთლიანად ეკიპირებული ვარ ძალიან ბანძი მასწავლებელი ვყავდა იმიტომ ძალიან ტვინი წაიღო აი ყოველ პატარა მოხოვაზე ტვინის გვიჭამდა გვაჩერდა და ვერ ვისწავლეთ და ამიტომ წამოვედი ჩემპიონში და ბევრჯერაც ავილეწე აგერ ნახავთ ეხა კადრებში მაგრამ ეხა ავდივართ უკვე ნაჭამი ვარ ნასვამი ვარ შევესწრები რაც შეიძლება ნაკლებად ავილეწო და ფეხი არ მოვიტეხო მიგულ შემატკივე თუ შეიძლება What do you have to say? How do you say I'm having fun? სახალისო დროა Sakalisa Drora. სილამაზეში ვართ ამოსული აი ესე ებერტყებიან ხალხთა ესე მიღողავს მერე ძალიან ლამაზი ადგილი არის რა აი მართა არ ვიცი რითი აღწერო ესეთი მაგარი რამე აგე მადლობა დიდი მენეჯმენტმა გააკეთა ყველაფერი მე უბრალოდ ისა ვარ რა კრიტიკი ვარ აქარობის უნდა დავაფიქსიროთ ჩემი აზრი მაგრამ ამასობაში ახლა ნახტაბა როგორ დავარშებით კაი ის კი არის რა ქვია დაღმართი ცოტა მეშინია მაგრამ თქვენ გამოგავაკეთებ თქვენ გამო რა ბიზნესებს ვაპარაკობთ აი просто რამდენი ფული შემოდის ახლა აქარობას აი ნეტა იცით თითო ადამიანი აი აქ აი ამაზე ერთი მასზე არის დაახლოებით $250 თითო ადამიანი და წამოდი ახლა რამდენი ადამიანის ხელს აქ შეხედე უბრალოდ და აი ყოველ წამს ეს 3-4 კაცი ამოდის ესე რა ძალიან მაგარი ბიზნესია ალბათ საქართველოში ვინც აკეთებთ ბაკურიანს და გუდაუში ესეთ რაღაცას აი მაყუთა ფული იქნება რა go ეცოტა ფრთხილად არის მაინც ახლა გოგოები მაინც ისე არის მე კიდე იმენა არ წივი ვიქნა დავეშვა იმენა წავიდა ის წავიდა აით მიდის ვაიმე აკრა He's right there. $2,000 years later. Oh, he's right there. არა უშავს მაინც პირველი დღე არის თავი ფეხი არ მოვიტეხე კაია სად არის almost there შენი ვერ ვდგები One eternity later. ეგ არის ხედავთ ხალხო ერთხელ დავეცი მარტო მე მგონი კარგად მოვდიოდი თავიდან და მე ვთქვათ ძალიან თავში ამივარდა რა ნახოთ აბა ხა აქ რას ვიზო ხალხო პროფესიონალიზმი არის აქ არ გამიოთ სახში არაფერი პროფესიონალში გულისხმობთ მესამეჯერ ვარ ძალიან ისე დაღმართი და მეშინია მაგრამ წავედით აბა ნახოთ რა თემაა ვაიმე დედა აი არალე ვაიმე ოპა არისო ცუდი წავიდა ოპა აღარა პრო ვარ იმენა დავეცი ახლა ჩემი მენეჯმენტის დრო არის რომ ნახოთ აბა რას იზავს აი იქ არის სადღაც ნახოთ თუ დავინახავ ჯერ ოპა აგე წავიდა ახ ჩემზე კარგად დადის თავარია გაჩერდეს ახ თორე ოპა ტორმოზი as a management what we think კარგად Está interesting. And you go super fast, but we're getting better. And it's so fun. I feel like I'm flying down and it's so fun. And we're going really fast. I feel like there's less people right now, so we can just like go down. He's literally going so crazy. He's going really fast all the way down and he's getting better like every run, so. დღეს გავაკეთებ
ჩემ ყველაზე საყვარელ დიშს კარბონარას. და ასევე იმასაც ვიტყვი, აქ ნახეთ, ძალიან მაგარი საათი მაქვს, ეს Omega Swatch-ის საათი არის Snoopy-ის და გამაგებინეთ რას ვშკებთ ამ საათზე. $1000 ღირდა ეს საათი. აქ ისა რა ქვია, დედამიწა, აქ ეხა დამაღლულია პოპკორნი და მთვარე არის. და ესეთი ცოტა სპორტული საათია. დავიწყოთ მოკლედ გაკეთება კარბონარასი რა. ესეთი მარტივი არა, ეს გჭირდება მარტო ყველა მეტი არაფერი რა. ბეკონი, კვერცხი, ყველი, პასტა, მეტი არაფერი. თან არც დიდი ხანი არ სჭირდება ვაფშე ზოგადად პროცესი. ეგა. ამ ბეკონს რომ დავჭრით, ეგრევე ტაფაზე გავუშვებთ. პასტა მოიხარშება, მანამდე ყველით გავაკეთებთ соуს და ეგ იქნება რა. ამას უშვებთ, სანამ არ იქნება კრისპი. და ნელ-ნელა უნდა შეწვეს, თორე ეგრევე სწრაფი მასე რომ შეწვა, ძალიან მალე შეიწვა და შეიძლება დაიწვას. ნახე, ტრიპი კოლორადოსი მაინც აი მაგრამ უნდა შემოგთავაზოთ, როგორ უნდა მოაწონოს სიტყვაზე შესაყვალ ადამიანს თავი. გააკეთო კარბონარა, გახსნა წითელი ხალხი, წითელი ღვინო ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ აღარ ვსვავთ. მაგრამ ისე ვიძახი, რომ შეგიძლია მოაწონო შენ მანდილოსანს თავი, გააკეთო კარბონარა, რა ვიცი მე სტეიკი შეგიძლია გააკეთო, და რაღაც შეგიძლია გააკეთო. არტეხავს რა ჩემი აზრით, იქით მეგონია უფრო მოხიბლავ შესაყვალ ადამიანს. ან გავუშვებთ ახლა 5 ცალ კვერცხს. და შეგვიძლია 6-იც გავუშვათ, გული არის მარტო და მაგიდა. ოკეი, მოკლედ ასეც გაატანა მოგვიწევს ცოტა დიდ ქვაბში, იმიტომ რომ რაღაც ძალიან პატარა იყო. ბეკონი უკვე თითქმის მზადა მაქვს. და ეხლა კვერცხში უნდა გავუშვათ პეკორინო და პარმეჟანი. ეხლა ამას ჩავყრით. ცოტა ამას თვალით უნდა გაზამოვუფრო რა. ცოტა დაიტოვე გვიან რომ მოაყარო პასტას ზევიდან. პეკორინო გავუშვათ თან. და ეხლა ყველაზე მაგარი ამას არ ურევ ჯერ, იმიტომ რომ ველოდები ცხიმს. რო გაუშვა იმაში რა ქვია соуში, ესე რომ ვთქვათ, და ცხელი არ უნდა გაუშვა, იმიტომ რომ დაწვავს. კვერცხს დაწვავს და რაღაც, ამიტომ ცოტა ამას უნდა მომომატო ეხა, ცოტა მალე შეიწვას. და ცოტა ტორტილი რომ მოვაყარო, ცუდი არ იქნება ამასაც. ხა ვასხავთ ამ იმას კონს. აი მედია არ გადმოისხმევა. ესე გავუშვებთ. ეხლა ამას აურევთ და ამას მე ცოტა პასტაწყალს დავამატებ და ეგაა რა. ხოჟერს ამ ტექნიკას ეხლა პირველად ვაკეთებ ესე რომ ესე გავაკეთე, ნახე რომ გასქელდა. ეს პასტა გადავიტანოთ აქ. ყველაზე მთავარია რომ შრალი არ იყოს. ეხლა უშვებთ ჩვენ соуს. აი ეს სქელი соусია. ცოტა წყალი გადავასხოთ ეხლა აქ ამას. ეს არის პასტას წყალი, აქ რაც მოიხარშა მაგის და ეხლა ყველაზე მთავარია რომ უნდა გამოვიდეს კრემიანი. ეგ არის შემოკარგო ხალხო. ყველაზე კაისა, ანუ კრემიანი გამოვიდა, ძალიან არ ვიცი თუ ხედავთ მაქედან. პარმიზანო რეჟიანოს მოაყრი ამას და ეხლა მას შეხედეთ უბრალოდ. ეს არის იდეალური. დაგემოვნებაც კი არ არის საჭირო, ანუ ის ვიცი რომ კარგი იქნება რა. ხალხო, სამყაროს 7 საოცნებაში ვიმყოფებით, ეხლა ნახეთ ყინულს, შეხედეთ. როგორ ადგილას ვიმყოფთ, ეს არის საოცრება. აქ რომ მოხვიდე ადამიანი უნდა იყო, არ ვიცი, უნდა გადალახო მთები, ზღვები, ყველაფერი რომ მოხვიდე, იმდენი ხანი დაგშვი და აქ მოსვოდი. მაგრამ მართლა მაგარი რაღაცაა. ნუ მაგარ რაღაცაში გულისხმობ იმას, რომ 25000 ტონა ყინულია გამოყენებული ამაში და ხალხი მოდის სანახავად რა. მეტი არაფერი ისეთი. მე მგონი ეს დღე დაგვრჩა. I think we have this one left and then we're good, right? ეს ხება ალბათ 15 წუთზე ნაკლები. მენეჯმენტი რა ხდება? It's going to be less than 15 minutes. Do you recommend people to come here or no? Definitely not. I told them that it took us like 7 mountains to cross to get here. Don't show them. 아라나ხო ეს. Highway 아라나ხო. It's the Iron Throne. Sit. No, I'm not going to sit on that. ქალისი? ეხლა უყურებთ Game of Thrones უყურებთ, აგას ესეთი რაღაცა არის იმაში, რა ქვია, სერიალში და გადაობა არის. სადაც თებში ვართ მოსული ხა. ამ ხელა ფუცხი და შენ თუნა შეწვა მაინც ისა სტეიკი რა. მახტავ როგორია. ხორცი კაია, მაგრამ ეს соуსი არ მომწონს. ეს ამით იცი რომ ძვირიანი ადგილი ამისთან წყალს უგაზლებ, მაგით იცი რომ ის არის კაი ადგილი არის რა. აბა ეხლა соуსის გარეშე ვნახოთ. ბევრი უკეთესია. თებში როცა ხარ, ცოტა უწყლობა იცის ხოლმე და ორი პარკი წყალი ვიყეთ აგე, ერთი აგე აქ არის. Here and then მეორე აგე აქ არის. და ეხა ვსინჯო
ალბათ ერთი 5-6 სხვა წყალს და ნახოთ როგორი გემო ექნება, მაგრამ მაინტერესებს, იმიტომ რომ კოლორადოში რაც ჩამოვედი, საჭმელი და დავა მოხიბლული, მაგრამ წყალი მომეწონა ნახოთ ძალიან განსაკუთრებულად. ნახოთ რა იქნება რა. მალე გამდება კოლორადოში და მეტი გასართობი რამე არ არის ისეთი ბევრი რაღაც. მოვეთ ახლა ისე ბრეკენბრიჯში ვართ აგ ქალაქი ვანახოთ. თოვლი დადნა სამწუხაროდ, თხილამურობა არ მგონია რომ მოვაცოთ კიდე ერთხელ, მაგრამ მოვეთ აგ რაღაცა კრეიპების საჭმელად ეს რო არ ჭამოაქვს. მამული სადა არა, ეგეთი ამბავი არის. ძალიან ძვირი კი გადავიხარეთ, 60 და რაღაცა დოლარის იყო. სამცა რაღაცაში. მაინც ხოვაზე ხარ supply demand-ის ამბავია რა. კაისუნი კი არის, მაგრამ ნახოთ რა იქნება. Fit check. Tell them what you're wearing. Essentialis hoodie, Abercrombie's შარვალი და ეს ღირს $22,000 იმის გამო. ხაზე მიკეთია. ამის გამო ღირს ძალიან ძვირი რა. ნუ აქ ეგრე არის ხა თავი გამოიჩინო. კარგად ვარ მოკლედ რა, ნუ დიდრულად გვაცვია შეესაბამება აქაურ ატმოსფეროს რა, ესე რო ვთქვათ რა. ჯერ ახლა იმით რომ დავიწყოთ რომ 20% ტიპი დამატოვებინეს და მე აი ესე მაძლევენ ამას, ჯერ უკვე ნეგატიური ისა დასაწყისი. არ ვიცი ხა რა გემო უნდა ქონდეს ამას, მაგრამ ნახოთ. გემო მე ცოტა ტკბილია. ესეთი არის. ეს ღირ და ეს 3 ცალი და $60, ვიცა? Yeah. მოკლედ Rolex-ის მაღაზიაში მოვედით ახლა და რაღაც საათებს ვათვალიერებ. ჩემი სახელიც დავწერე ერთ-ერთი Rolex-ის საათზე, Batman-ზე და შეგეც დაგირეკავთ, მადლობელი იყავი რომ საათზე. Okay, that would be like what, like 25? I've only seen a mini. Is that what you want? Yeah. Oh. So they're making their own dials. You see the like Okay. guilloche on the dial? Yeah. It looks cool. I like it. And how much is this one? This one is 36,000. I thought it was gonna be way more. Like 100. Yeah, I think I want it. You've been shopping for like. What do you think? It's very different. It's like it. cool. I like that. That's so different. That's what they This call one? it, is the The one you're bow. taking? That's like a stopwatch, right? Yeah. გამოვეთ ახლა Rolex-ის მაღაზიიდან. Rolex-ის მაღაზია არ იყო უფრო, ანუ კომბინაცია იყო რამოდენიმე საათის მაღაზიის. ძალიან მაგარი ქალი იყო, იმიტომ რომ ძალიან კეთილად გველაპარაკა. ჩემი სახელის დავტოვე Batman-ზე. თან ახლა იმასაც გავანათლე იმ კონსტანტინ შაიკინზე, რუსი საათის მეიქერი ვინც არის. ჯოკერის სახით რომელსაც აქვს და გაკვირვებული იყო, ვაიმე შვეიცარიული მომენტი აქვს და რაღაცნაირად კი ხომ მეთქი. ალბათ ამ საათს არ ვიცი, შეიძლება გავყიდო, შეიძლება გადავცვალო სხვა რამე საათში, მაგრამ კომენტარებში გამაგებინეთ თქვენ რას ვფიქრობთ, რა უნდა უყვა Rolex Daytona-ს. Signores, მიყოფებით ახლა snowmobile-ის რაღაცაზე. Როგორც ვაკვირდები, ძალიან მაგარი ბიზნესი, იმიტომ რომ ყავთ ალბათ დაღლეთ 50 ცალი snowmobile და გატენილი არის იმდენი ხალხი არის, აგეთნა. სულ ყველა ხალხი აქა. თითო snowmobile ღირს დაახლოებით $400 იყო თითო. და დღეში არის 5 თუ 6 რეზერვაცია ეს, ანუ time slot-ი არის და გატენილები არიან ყოველი მაზე, რა ქვია, სულ სავსე არიან სათითაოდ რეზერვაციაზე და ძალიან მუღად პოსა ამხელა ფულს ატრიალებენ ახლა ესენი რა. დღეში ალბათ შეიძლება ერთი 50,000-ს ატრიალებენ ესენი შემოსავალს უეჭვენ. It's unforgivable. A stolen burnt your soul. Is that what demons do? They rule the world to me. Destroy everything. They bring down angels like you. Now I'm rising from the ground, rising up to you. Filled with all the strength I found. There's nothing I can do. ამოვედით ჩვენ წვერვალზე. კაი ხანი მოგვიწია ტარევ ერთი. თიმის საათი მოვდიოდით. აგი აქ როგორც მანქანებში ეგრევე snowmobile-ში Bugatti გავაძრეთ, რაღაც ახალი არისო ესო. აი ესეთი ხედები არის აქეთ. მაგრამ ასწორებს ძალიან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო management-ს, დიდი მადლობა რომ ეს მოახდინა. ეხლა აქ ფოტოები გადავიღებ და მე გავგაზავთ უკან ისევ, რომ მე კაი შევჭამ, თორე ეგეთი ამბები არის რა. წავედ და ეხლა გავუგაზავთ სახლში უკან.
დავამთავრდი ხა ყველაფერი. ძალიან სახალისო იყო და ეხლა მივედი მენეჯმენტი ვაპირებთ რაღაც საჭმელად წასვლას, ოღონდ მენეჯმენტის კისერზეა ეს ყველაფერი. მე ფულს ვიხდი, მენეჯმენტი ირჩევს. It was so much fun and he is a very good driver and it was beautiful and we saw the doggies. We didn't get to pet them, but we saw them on the road. But 10 out of 10 would come back and definitely would do it again. მადლობთ მენეჯმენტი. სად ჭამთ? Samjot? ჭამთ. ჭამა means Skirtvelo. Oh, Skirtvelo. საქართველო. Sakartvelo. But where are we going to eat? Steakshi? Pizzashi? Okay. ბოდიში გიხდეთ მენეჯმენტზე, ცოტა ტექნიკური ხარვაზებია. ვიდეოში ვეჭრებით, იმიტომ რომ სიახლე გვაქვს. 3000 არიან გათამაშებას ვაკეთებთ. ყველა ედიტორს და ყველა კლებებს მოგიწოდებთ. შედით ჩვენს YouTube არხზე, ამოიღეთ საინტერესო მომენტები, გააკეთეთ თქვენი კრეატიული ედიტები და დაპოსტეთ TikTok-ზე. #GeorgianBrothers1 დაგთვაგეთ, რომ ნახოთ ყველა ვიდეო და ვინც ყველაზე კრეატიული იქნება, იმას გადავცემთ პირველ ადგილს 1200, მეორე ადგილს 800, მესამეს 500 და მეოთხე და მეხუთე ადგილი აიღებენ 250 ლარებს. გათამაშება დამთავრდება 1 მარტს, მაგრამ ჩვენ გამარჯვებულს გამოვავალთ შემდეგ YouTube ვიდეოში 8 მარტს. შეეცადეთ თქვენი კრეატილობა გამოიყენოთ და არ გადააკოპიროთ უბრალოდ ვიდეოები ლაიქების და ნახვების გამო, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ თქვენი შრომა, რადგან ამის შემდეგაც თქვენ შემოგთავაზებთ ჩვენთან თანამშრომლობას და აუცილებლად ეცადეთ თქვენი საუკეთესო მოგვაწოდოთ. ეხლა კიდე გავაგრძელოთ ვიდეოს ყურება. ლაივ ტრანზაქცია მენეჯმენტთან ერთად და სინჯავს კრეიპებს. Ta-da! Tell us what is inside of this crate. Pesto chicken. Oh wait, how do you say? Said CV is cold chicken. CV? CV, yeah. CV? Mozzarella sheet Mozzarella. You can just say mozzarella. and pesto. Is it good? დავთავრდა ჩემი კოლორადოს ვიდეო, იმედია ყველას მოგეწონათ. აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში, ვისი უფრო მოგეწონათ, ჩემი თუ შაკოსი და იმედია ჩემი უფრო მოგეწონათ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთი რაღაცა მინდა რაც გითხრათ არის ის რომ ყოველ ორ კვირას შევესებით დავდოთ ვიდეოები და ამ რეჟიმს მივყვეთ რომ ყოველთვის შემოგთავაზოთ კარგი ვიდეოები ასევე ერთ რაღაცას ვიტყვი რომ შემდეგი ჩვენი მიზანი არის რომ ავიდეთ 50000 გამომწერზე სულ რაღაც 15000 გამომწერი გვაკლია და აუცილებლად გამოიწერეთ არხი იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ როგორც ადრე ვთქვი გვაზრობს სტიმულს რომ უფრო მეტი ვიდეო გადავიღოთ და ყველანაირად შევეცადოთ რომ უფრო მეტი დიდი დრო დავუთმოთ YouTube-ს ამიტომაც დაგვიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ და ორ კვირაში შევხვდებით ისევ დროებით